უკრაინის დედაქალაქზე რუსმა სამხედროებმა კვირა საჰაერო იერიში მიიტანეს. სამხედრო შეტევის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორისაა 5 წლის ბავშვი. რუსეთმა უკრაინას საუდის არაბეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინ შეუტია. მხარეები მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით 24 მარტს გამართავენ. სადაც შორ მანძილზე, ენერგეტიკულ ობიექტებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეჩერების საკითხს განიხილავენ. თუმცა კიევზე იერიშის შემდეგ უკრაინის მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთთან საუბარს აზრი არ აქვს. შემიძლია მრავალჯერ გავიმეორო, რუსეთთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის იტყუებიან, ყველაფერს რასაც გვპირდებიან, მხოლოდ დაპირებად რჩება. ისინი არასოდეს შეასრულებენ იმას, რასაც ამბობენ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ათეულობით წლებია, საუკუნეებია ვხედავთ. რუსებთან რამეზე ხელმოწერას აზრი არ აქვს. ასევე ძალიან უსიამოვნოა, რომ ახლა შეერთებულ შტატებს ჩვენი სიტუაციის ნაკლებად ესმის. კიევში რუსული იერიშები 5 საათზე დიდხანს გრძელდებოდა. კიევის მოსახლეობის ნაწილი კი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ საჰაერო იერიშები შეწყდება. საშინელი შეგრძნება იყო, არ მინდა ასე გაგრძელდეს. ეს ყველაფერი მოლაპარაკებების შედეგად უნდა დასრულდეს. ველოდებით სხვა რა ვქნათ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დასრულდება და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იქნება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე გაანადგურა რუსული უპილოტო თვითმფრინავები, ხოლო ჩამოგდებული თვითმფრინავების ნამსხვრევები საცხოვრებელ შენობებს დაეცა.